უნდა ყოფილიყავი ჩუმად სადმე კუთხეში მიმჯდა რომ ყურადღება არ მიგექცია, მაგრამ დილით რო დაუძახებდი რომ თუ შეიძლება ტუალეტში გამიყვანეო და შუადღის მე რო გაგიყვანდა, ხო რაღაცა ვეღარ იყო ხალხი უკვე სრული ჭკუაზე სრული ამ დროს მნიშვნელობით. რამოდენიმე ხნის მერე 8 კამერა მაგ გამოცვლილი. ბოლო კამერის გარდა ყოველთვის შევყავდი იმ კამერაში, სადაც მე სიტუაციებს მიძაბავდნენ. მაგრამ რაღაცნაირად ვიჭერდი თავს ყველანაირად რომ არა უყოლოდი არავის რა. რამდენი წლის იყავით მაშინ როგორ 43. ვცდილობდი ბოდი თვითონ პატიმრები? კი, აი სულ ისეთ იმაში ვიყავი რომ შევყავდით ისეთ პატიმრებთან რომელსაც სავარაუდოდ აი რაღაცნაირად მონათული ვიყავი როგორც ფაშისტი მithom ფულიანი და ესეთი სიტუაცია, აი წინასწარ იყო ის რაღაცა მიწოდებული რა. ხო და ორი კვირის მერე უკვე კამერაში რომ მომიყვანეს მაშინ კარცერში ფუქსებში და კარანტინში გავატარე სადღაც თვეზე მეტი. ოღონდ ესე მოძრაობით 3 დღე კამერაში, მე ისევ ჩაყვანა იქ 5 დღე ერთი კვირა. ამ პერიოდში ჩემი ძმა მიყავთ კუდის შენობაში. ლორდ კიფანიძემ გამოგზავნა 2 ადამიანი, ჩასვეს მანქანაში, წაიყვანეს, შეიყვანეს ლალიაშვილის კაბინეტში. მეორე სართულზე ლორდ კიფანიძე ლალიაშვილი არიან. ლალიაშვილის პოზა აქ ესე ზის, ფეხები ვლაგია მაგიდაზე, ჩემთანაცაა გაკეთებული. აქ იარაღი უდევ რაღაც ვერცხლისფერი ბერეტა შლის აწყობს, აი ესეთ რაღაცებს აკეთებდა. და ჩემს ძმას უთხრეს, რომ ჩვენ ახლა აზრი არა აქვს რამეზე დავილაპარაკოთ, თბილისი ხო იცი დიღომიო. კი ამოუთხა როგორ არ ვიციო კაცო. ეხლა წახვალ შენ დიღომშიო, იქ არის ტოიოტა ცენტრიო. 8 პრადოს იყიდითო შავებსო და იმათ ტერმინოლოგი გავაროთ კი უნდა ყოფილიყო ყველა 8-ვე 8 პრადოს იყიდითო შავებსო, აი ეზოში გაგვიჩერებთო და შენი ძმა იქიდან გამოვა ცოცხალიო. თუ არა დაო ტრუპს გამოიტანთო. 4 წელს ამაზე მივცემთ ამ საქმეზეო, 2 წელს დაუმატებთო ციხეშივეო და იქიდან ტრუპი გამოვა, სხვანაირად ვერ გამოიტანთო რა. ხო და შეიძლება ამდენი ფული ახლა ერთნაირად $9 მილიონ იყო მაშინ რა ის ნავაროტკიანი მანქანა 8 საელო გვეყიდა. შეიძლება სახში ამდენი ფული არ აქონდეთო, მაგრამ მიწა გექნებათ გაყიდეთო, სახლი გაყიდეთო, მეგეხმარნენ მეგობრები, მეზობლები, ძმაკაცებიო და ეს მანქანები უნდა მოიყვანოთ. თან დაუმატა რომ ეხლა შენ ადექი წადიო, ფული გაქვს საშოვნელი ერთ კვირაში მოგაკითხავთო და თუო შენ გონია რომ აქედან გახვალო და ვინმეო ამ პროკურატურაში წახვალ ამ პოლიციაშიო, ეგო ჩვენ დავიჭირეთ, ჩვენი პატიმარიაო და ჩვენა გვაქვს მაგის განკარგვის უფლებაო რა. სუფეხებზე ქვიდე მაგათი ლექსიკა იყო ეს. პროკურატურაც და პოლიციაც. მაგათი ლექსიკა იყო ეს ყველაფერი. ჩემს მომთხოვ რომ ფიზიკურად ვერ შეძლებდა ამ 8 პრადოს ყიდვას, გამორიცხული იყო. ზუსტად ერთ კვირაში ისევ ლორდ კიფანიძე თვითონ ჩავიდა ფიზიკურად. წინანდალში ჩავიდა, ჩასო ჩემი ძმა მანქანაში და უთხრა, რაკენი ფული იშოვნეთო და მომთხოვ ვერ ვიშოვე და ვერც ვიშოვიო. და თამთხოვ შენ ხო იცი რომ მასი არ იყო ჩემს ძმას არაფერი დანაშაული არ მიუძღვისო და კაი გადადი მანქანა და ჩვენ მივხედავთ. მე ეს არაფერი არ ვიცი, ჩემთან არც ადვოკატი შემოდის, არც შემოდის. ბოლოს ჩემმა მეგობარმა შემომიგზავნა ადვოკატი იყო ერთი უკარგესი ადამიანი ამირან ვიბლიანი. და ამ კაც მარტო ამბები შემოქონდა და გახქონდა, სხვა იმას არაფერი არ შეეძლო. იქიდან ამბავ შემომიტანდა და ჩემიდან სიტუაციას გაიტანდა რა. ხო და ამას იმიტომ ყვები რომ რაღაც 2 კვირის მერე უკვე მეორე თვის ნახევარია დაწყებული ჩემ პატიმრობის. ღამის 11 საათი იქნებოდა, ის კარმუშკა გაიღო, შემოიხედეს, დამიძახეს, მეგუთშვილი ჩაიცვი გამოდი. წამიყვანეს ადმინისტრაციულ კორპუსზე. ამიყვანეს მესამე სართულზე მუხაძის კაბინეტში. დირექტორის. იქ ეწერა ციხის უფროსი ალიკო მუხაძე თუ რაღაც წარწერა იყო. რო შევედი ესე სამდივნო იყო და მარცხნივ მუხაძის კაბინეტი იყო და მარჯვნივ სააქტო დარბაზი იყო დიდი. მე სააქტო დარბაზში შემიყვანეს იმათ. იქით რო გავიხედე ისხდნენ ლორდ კიფანიძე და ის მუხაძე. გამოვიდნენ ორივენი, იმან უთხრა რომ თქვენთან ბოდის ვიხდი, ამ ნაბოზარმა ჭყვავერი სწავლა, მუხაძის ნათქვამია ეს. მე ხმაბა მე იქ რას ამოვიღებდი ხმას და მე იმათ უთხრა მე დაბლა ჩაიყვანეთ პირდაპირ, კამერაზე აღარ გადავუყვანი ვარ. ამ ლორდ კიფანიძე მითხრა რომ ჩვენი შემონათვალი თუ გითხრესო. არა მე უთხარ მე არავინ არ მინახია, ერთხელ იყო მოსული პოლიციელი და ადვოკატი და მომაწერიეს ხელ და დანარჩენი არავის ჩემს არაფერი არ თქვია. ჩვენი შემონათვალია რომ 8 პრადო უნდა იყიდო, თუ გინდა რომ აქედან ცოცხალი გამოხვიდე. მე ვთქვი მე 8 პრადოს ვერ ვიყიდი, აი ისტერიკაში ჩავვარდი რა რაღაცა. ფუქსიდან 8 პრადო როგორ უნდა გეყიდათ?
არა, ჩემებს უნდა ეყიდათ 8 პრადო ციხიდან და მე გამომიშვებდნენ. ანუ მძევლად იყავით. ძევლად ვიყავი აყვანილი, კი. მე რო ხმაურ დავიწყე, რა გინდა ჩემგან ალბათ ვყიროდი რაღაცეები, ეს მოვარდა ოლეგ ფაცაცია. ხედა მითხრა შენ ხო დაბლა იცი რაც ახდებაო და თუ არ გაჩი ოლეგ ფაცაცია იყო რეჟიმის უფროსი, იქ ესე ეწერა, იმიტომ რომ ერთხელ იმ ოთახში ვარ მოხვედრილი ისევ.